სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია შედგა თემაზე პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების საისტორიო ქრონიკები და სამართლებრივი მემკვიდრეობა. ლექცია პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლის თავს მიეძღვნა, რომელიც ისტორიის დოქტორმა, ისტორია არქეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა ლაშა დეისაძე შარვაშიძემ წაიკითხა. აი ამ განსაკუთრებული მოვლენიდან, ანუ ეკლესიის ისტორიაში პირველი მსოფლიო კრების გამართვიდან, მიმდინარე 2025 წელს შესრულდა 1700 წელი. ამ მოვლენას მსოფლიოს სხვადასხვა ლოკაციაზე ეხმაურებიან, როგორც საეკლესიო კუთხით, ისე საერო სახელმწიფოებრივი მიმართულებით და მათ შორის გამოეხმაურა ჩვენი უნივერსიტეტი სწორედ ჩემი საჯარო ლექციის მეშვეობით. საქართველოს ისტორიისთვის განსაკუთრებულია ის, რომ აი ამ კრებაში მონაწილეობას იღებდა პიტიუნტის, იგივე ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე, რომელიც არის თანამედროვე დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი მოგეხსენებათ ახლანდელ აფხაზეთში და უშუალოდ ეხლა კონკრეტულად საქართველოს რა მიიღო, მოდი ასე ვთქვათ, ეს არის მთელი ეკლესიის მემკვიდრეობა, ანუ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს არის მემკვიდრეობა. ეს ზოგადად ერთ-ერთი უპირველესი მოვლენაა ქრისტიანობისა და მსოფლიოს ისტორიაში და საქართველოსთან მიმართებით ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ ამ დროს ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია ჯერ კიდევ არ არის გამოცხადებული, პირველ საეკლესიო კრებას ესწრებოდა იმდროინდელი საქართველოს წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოს, ანუ ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე და პირველი საეკლესიო კრების, შემდეგ მეორე საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები, რომელსაც ნიკია კონსტანტინოპოლის მრწამსი ჰქვია, ეხლაც მოქმედებს ქრისტიანულ სამყაროში, შოობა აღდგომის დღესასწაულების ზეიმი, აი სწორედ იმ პირველი კრებების დადგენილების მიხედვით ხდება და ძალიან კარგი არის, რომ ჩვენს უნივერსიტეტში, ჩვენს ფაკულტეტზე, ჩვენი ახალგაზრდებისათვის მსგავსი ღონისძიებები ტარდება. ეს ხელს უწყობს მათ კიდევ მეტ ინფორმირებას, რომ გაისიგრძე განონ ჩვენი ქვეყნის საქართველოს ადგილი მსოფლიოს მრავალ საუკუნოვან ისტორიაში.